როგორ გრძნობენ ეს ხალხი? ისინი ვინც ჩაიტანა მკურნალობა 15 ადამიანთან ყველა ნორმალურად გრძნობს ჩემი ინფორმაციით რაც არის არავითარი მნიშვნელოვანი თარგმანები მათ ჯანმრთელობის მხრივ არ აღენიშნებათ ასე რომ მათ ჯანმრთელობას დღეისთვის საფრთხე არ ემუქრებია. ჩვენ გქონდა რეპორტაჟი ამის შესახებ ბოტულიზმის შემთხვევასთან დაკავშირებით და საერთოდ ორწუთიან რეპორტაჟში ძალიან რთულია ისაუბრო ამ დაავადების შესახებ და იქნებ უფრო დაწვრილებით აი ამ ავადმყოფობის შესახებ. ბოტულიზმი ეს არის ტოქსიკოინფექცია, განსხვავებით სხვა ინფექციებიდან ბოტულიზმს არ იწვევს მიკრობი ან რომელიმე ვირუსი, იწვევს მიკრობის მიერ გამოყოფილი ტოქსინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ძალიან ძლიერი ტოქსინია თავისი მოქმედებით და მისი სუმცირე ნაწილიც კი გრამის მიათედიც კი იწვევს მძიმე ინტოქსიკაციას. ასეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტოქსინია, რაც კი ბუნებრივ ტოქსინებს შეიძლება ჩამოთვლაში არსებობს. ეს ტოქსინი წარმოიქმნება ორგანიზმის პროდუქტში, მისი არასათანადო ტექნოლოგიური დამუშავების შედეგად და მისი არასათანადო შენახვის პირობებში. ესე იგი ტოქსინი წარმოქმნის მიკრობი, რომელიც განვითარდება მე ამ პროდუქტში, მაგალითად თევზში აქვს კერობრივი განვითარების უნარი. ესე იგი გარკვეულ ადგილზე შეიძლება 1 კილოიან ნაჭერში იყოს სადღაც ერთ ნაწილში და იმ ერთმა ნაწილმა გამოიწვიოს ინტოქსიკაცია. თუ დააკვირდით აი ამასაც 50 კაციან სუფრაზე თქვა. ინტოქსიკაცია მოიცვა 15 კაცი, აქედან მძიმე შედეგით 2 დამთავრდა. ასე რომ ეს ის არის კერობრივი განვითარება ახასიათებს ტოქსინს თქვა თევზში, ხორცში ან ხორცში შეიძლება იყოს თუ სათანადოდ არ მოხდა მისი ტექნოლოგიური დამუშავება, შებოლვა, დამარილება და შებოლვა. და როგორც ცნობილია ეს თევზეული შეძენილი იყო გორის საკოლმეურნეო ბაზარში. კი, გორის საკოლმეურნეო ბაზარზე იყო შეძენილი, მაგრამ როგორც საბუთებიდან იყო ექსპერტიზის შედეგად შეძენილი იყო ეს ბაზრის მაღაზიის მიერ ბაზარზე არსებული მაღაზიის მიერ თბილისში დიდუბე 97-ის წარმოებაში. ეს ყველანაირი მასალა გადაცემულია უკვე პროკურატურაზე, რესპუბლიკის პროკურატურა ეძიებს ამ საკითხს და ალბათ საბოლოო პასუხს გამოძიება თავისა სიტყვის და თუ საიდან მოხდა, როგორ მოხდა. მაგრამ თევზში ძირითადად მაინც ეს არის არასათანადო ტექნოლოგიური დამუშავების შედეგად შეიძლება მოხდეს, გაჩენილი მოხდეს. საერთოდ რა არის, იცი, ზუთხისებურთა თევზის ჯიში არის ბუნებრივი რეზერვუარი ამ ბოტულიზმის ჭხირის. ბუნებაში, ზღვაში, იმაში ყველა თევზებიდან გამორჩეულია ზუთხისებური ჯიშები, რომელშიც ბუნებრივად მის ნაწილებში არსებობს და რეზერვუარია ამ ბოტულიზმის ჭხირისა. მისი არასათანადო ტექნოლოგიური დამუშავება უკვე იწვევს მის ჭხირის სხეულში შესვლას, ხორცში შესვლას. მე არასათანადოდ დამარილება, ვთქვათ, არასათანადოდ შეღწევა იმ დამარილებული ნაჭერების სტანდარტულად არ დაჭერა და შემდეგ შებოლვა გარედან იკეთებს ქერქს ეს და მიდის ანაერობული პროცესი, უხაერო პროცესი. აი ამ უხაერო პროცესში ხდება ბოტულიზმის ჭხირის გააქტიურება და მაშინ იწყება ტოქსინის გამოყოფა. და სადაც მოხდება იმ კერაში უკვე გარშემო იკეთებს კაფსულასავით აი ამ ტოქსინს წარმოქმნის ამ კაფსულაში. და სიმპტომები როგორია? სიმპტომები ეს არის ტოქსიკოინფექცია, როგორც ყველა ტოქსიკოინფექცია იწყება საერთო სისუსტით, ტოქსინის მიერ გამოწვეული საერთო სიმპტომატიკით, მაგრამ დამახასიათებელი აქვს სამი ძირითადი თვისება, ესე იგი სიმპტომი, რომელიც სამი ტრიადას რასაც ეძახიან, ეს არის მხედველობის მოშლა, გაორმაგება მხედველობის, ფლაპის მოშლა და ხმის მოშლა, ესე იგი ლაპარაკის უნარის დაკარგვა, აფონია, რასაც ეძახიან და საბოლოო ლეტალურ შედეგს უკვე იძლევა სუნთქვის ცენტრის დაზიანება და სუნთქვის რამდენი საათში შეიძლება გამოვიდეს? გამოვლინა შეიძლება ინკუბაციური პერიოდი აქვს 2 საათიდან 72 საათამდე. ესე იგი საკვების მიღებიდან 2 საათში შეიძლება გამოვიხატოს, გააჩნია რა რაოდენობის საკვებს მიიღებს და რა რაოდენობის ტოქსინი იქნება იმ საკვებში. ასევე 72 საათი მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი. და საინტერესოა, თქვენ წინა პროკურატურას გადაეცა ახსენეთ ასეთ ფაქტი და ფაქტია ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
ინფექციურმა დაავადებამ და თუ დაისაჯა ვინმე აი ამის ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და ასე რომ გამოძიების პროცესშია საქმე და ასე ჩემს ცნობია. და ბატონო თამას, მე ერთ-ერთ გაზეთში წავიკითხე იმის შესახებ, რომ შეიძლება ბოსტნეულშიც კონდეს ბოტულიზმის შემთხვევები, განვითარდეს ეს ჭხირები, ბოტულიზმის ჭხირები, ესე იგი ბოსტნეულში და რა სახით ვლინდება და რა ძირითადად ბოსტნეულით ბოტულიზმის დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ახლა ზაფხულის პერიოდია, ოჯახურ პირობებში მიმდინარეობს დაკონსერვება სხვადასხვა ბოსტნეულის, აფილო, ბადრიჯანი, ლობიოს და ესეთი კონსერვების წარმოება მიმდინარეობს ოჯახურ პირობებში და არასათანადოდ დამუშავებულმა გარეცხილმა ბოსტნეულმა გარეცხვას უნდა დიდი ყურადღება მიექცეს, იმიტომ რომ ეს მიწის ნარჩენი არ შეყვეს იქ დაბინძურება არ მოხდეს ამ მიკრობებით. გამდინარე წყალში უნდა იყოს გარეცხილი და აუცილებელი პირობა ოჯახურ პირობებში დაკონსერვებისათვის არასდროს არ გამოიყენონ 2 ლიტრიანი და 3 ლიტრიანი ქილები. დაკონსერვება უნდა მოხდეს ლიტრიან, მაქსიმალური ტევადობა ლიტრიანი ქილები, იმიტომ რომ ოჯახურ პირობებში ისეთ ტემპერატურას ვერ ქმნის დიასახლისი, რომ სრული სტერილიზაცია შექმნას. და 3 ლიტრიან და 2 ლიტრიანში, თქვა ბადრიჯანში, რომლის კონცენტრაცია შევსება სხვა ის არის, არ იქნება იმის პირობა, რომ გაუნებდეს ეს ჭხირი. თუ ჭხირი არ გაუნებდა, საკმაოდ ტემპერატურა გამძლე ჭხირია, 100 გრადუსი 30 წუთი მაინც უნდა სტერილიზაცია 100 გრადუსზე, რომ ეს ჭხირი დაიღუპოს, სპორეს წარმომქმნელია, პატარა დისკომფორტი შეექმნება თუ არა ტემპერატურული სპორას წარმოქმნის და მისი განადგურება სპორის უკვე ძნელია. შეექმნება უჰაერო სივრცე და გააქტიურდება წარმოქმნის ტოქსინს და მისი ტოქსინით დაბინძურებული კონსერვის საკმაოდ მიღება უკვე უფრო სახიფათოა, ვიდრე თქვა ეს თევზეულის ანემის მიღება. ბოტულიზმით ასე ვთქვათ გაჯერებულ პროდუქტს სუნი თუ აქვს ან გემო თუ აქვს? სუნი და გემო არ აქვს. ერთადერთი რაც შეიძლება კონსერვში წარმოქმნას ეს არის არა გაზი და ბომბაჟის ეს ამობეროს ხილის სახურა შეიძლება ამოიბურცოს, მაგრამ ეს უკვე ძალიან შორსასული პროცესი როცა უკვე გაზის წარმოქმნაზე როა გადასული, აი მაშინ ეს უკვე ბოლო პროცესია, მაგრამ შეიძლება გაზი არ წარმოიქმნას და ტოქსინი თავისუფლად იყოს იმაში კონსერვში. ასე რომ მარტო ბომბაჟს ნუ დაველოდებით. ჯობია პროფილაქტიკა თავიდან დაიცვათ, გარეცხილი იქნას კარგად და დაკონსერვებული იქნას პატარა ტევადობის ქილებში, სადაც სტერილიზაცია უფრო ადვილია ოჯახურ პირობებში. მე იმედი მაქვს ბატონო თამას, რომ დიასახლისები გაითვალისწინებენ თქვენს რჩევებს და თქვენ ახსენეთ ესეთი შემაჯამებლად რომ ვთქვათ, ესე იგი უნდა გაირიცხოს პროდუქტი გამდინარე წყალში, სათანადო 30 წუთი დაახლოებით სტერილიზაცია და შეიძლება მცირე ტევადობის ქილებში მოთავსდეს. დიდი მადლობა. მე შეგახსენებთ ძვირფას ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ შიდა ქართლის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი ბატონი თამაზ მახარაშვილი. ჩვენი საკონტაქტო ტელეფონები გახლავთ ქაილში 313 ან მობილური 899 57 13 თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში და თქვენთვის სასურველ კითხვას აუცილებლად გასცემს ბატონი თამაზი პასუხს. გავაგზავნოთ ბატონი თამაზ ჩვენი საუბარი. დღესდღეობით ტელევიზიით ხშირად გადის რეკლამა ამა თუ იმ პროდუქციისა და აწერია, ხედავთ წარწერას, რომ ეს პროდუქტი არის სერტიფიცირებული. აი რას ნიშნავს ეს და საერთოდ შეიძლება თუ არა ნდობაა ესეთ პროდუქცია? ნუ დღეისათვის მომქმედი კანონმდებლობით სერტიფიცირების ესეთი მეთოდია შემუშავებული საქართველოში, რომ ყველა კვების პროდუქტი იქნება თუ სხვა პირადი ჰიგიენის დასაცავად გამოყენებული პროდუქცია უნდა გაიაროს სერტიფიცირება. სერტიფიცირება ორ ეტაპად მიმდინარეობს. ესე იგი, პირველი ეტაპია, რომ პროდუქტმა უნდა მიიღოს ჰიგიენური სერტიფიკატი, რაც ჩვენი სამსახურის კომპეტენციაში შედის. ჰიგიენური სერტიფიცირების დროს გამოკვლევა ხდება პროდუქტის ადამიანისათვის მავნე ფაქტორებზე. ეს არის მძიმე მეტალები, ეს არის ტოქსიური ელემენტები, ეს არის ბაქტერიოლოგიური კომპონენტები, ბაქტერიების შემცველობა და რაღაც. და მეორე ეტაპი ეს არის სტანდარტების მიერ ჩატარებული სერტიფიცირება, რომელიც საფუძველია ჰიგიენური სერტიფიკატი და შემდეგ ხდება სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა. საფუძველია ჩვენი სერტიფიკატი და მათი გამოკვლევის აქტი. ეს არის ძირითადად საკვებ პროდუქტებზე. არის სხვადასხვა ისინი, რომ ზოგს ფიტოსანიტარიის სერტიფიკატი სჭირდება ზოგიერთ პროდუქციას, ზოგიერთ ვეტერინარული
ექსპერტიზის საბუთი სჭირდება და ამის საფუძველზე აძლევს. უბრალოდ მე ეს კითხვა იმის გამო დავსვი, რომ აი სწორედ წინა ფაქტთან დაკავშირებით რო ვისაუბრეთ, თქვენც აღნიშნეთ და საერთოდ მეც პირადად ნახე ის სერტიფიკატი, რომელიც აი ამ თევზის მეპატრონეს გააჩნდა და უბრალოდ აი რას უნდა ედოს მოსახლეობა ეს არის პრინციპში სერტიფიცირებული პროდუქტი იყო ასე თუ ჩავთვლით იმას სერტიფიცირებულ პროდუქტად მეორე თითქმის იდეალურ პირობებში იყო შენახული და რეალიზაციაც მაცივრებიდან და იმიდან ხდებოდა იმაში არაფერი დარღვევა არ იყო ერთადერთი რაც იყო იმ სერტიფიკატი გაცემული იყო სტანდარტიზაციის ორგანოს მიერ სერიულ წარმოებას არა იმ ზუსტად იმ პარტიაზე რომელიც აქ იყო წარმოდგენილი და რომელიც გაყიდვაში იყო ის იყო სადაც ოქტომბერში როცა წარმოებამ დაიწყო მუშაობა აიღო სერტიფიკატი სერიულ წარმოებაზე 3 თვით რომელსაც თებერვალში გავუვიდა ვადა ეს უკვე მაისის პარტია იყო ამ პარტიაზე სერტიფიკატი პრაქტიკულად გაცემული არ იყო და დღესდღეობით აი ამ ფაქტების შემდეგ როგორც ვიცი თქვენმა სამსახურმა თლიანად ქალაქის ხელმძღვანელობამ აკრძალა ბაზარში თევზეულის გაყიდვა დღეს რა მდგომარეობა და სად შეიძლება ასე ვთქვათ თევზის თუ არსებობს გააჩნია თევზი თუ არსებობს აშებული ზუთხი ну ერთადერთი რაც მე შემხვდა ამ პერიოდში ეს არის ბაქოდან შემოდანილი ზუთხი რომელიც არის ქართული წესით დამუშავებული აქვს ქართლის ლუქები აქვს სერტიფიკატი აზერბაიჯანის მიერ გაცემული და აქვს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ გაცემული მოწმობა და ასევე სტანდარტების მიერ გაცემული სერტიფიკატი. ასე რომ ბევრი მოსადავებელი მასთან არაფერი არ აქვს, მაგრამ რაღაც მაინც ზაფხულის პერიოდში ჯობს თავი შევიკავოთ თევზეულის მიღებისაკენ. თევზეულის რომელიც რაღაც ეჭვს იწვევს ვიზუალურად ან მისი დოკუმენტალური საერთოდ ჯობია როცა რაღაცას ვყიდულობთ მისი დოკუმენტაცია მოვითხოვოთ და ნახოთ არ არის ეს განსაკუთრებით არ არის გამჯდარი ჩვენს მომხმარებელში რა ეს საერთოდ სოფლიო პრაქტიკაა რომ რას ვყიდულობ უნდა ვიცოდე მე და რას მაყიდებ უნდა ვნახო და მე მგონი არც ვყიდველისთვის არც გამყიდველისთვის იმის შეკითხვა უხერხული არ უნდა იყოს ესე იგი თქვენ აძლევთ შევას ჩვენს ტელემაყურებელს რომ აუცილებლად მოითხოვონ შესაბამისობის სერტიფიკატი მოითხოვონ საიდან არის წარმოშობა ამ პროდუქციისა ვის მიერ არის ნაწარმოები და უბრალოდ ადამიანური ეს არის ეს ინტერესი თუ რას ვყიდულობ ვიცოდე ვისგან არის ვისი ნაწარმოები დიდი მადლობა ვფიქრობ ბოტულიზმის თემა თლიანად ამოვწურეთ ნაწილობრივ ძალიან დიდი სასაუბრო თემა როგორც ვიცი და აგერ სულ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ცხინვალში დაფიქსირდა ციმბირული წყულის შემთხვევა 5 სული პირუტყვით დაეცა აქედან 1 სული გარდაიცვალა დაიღუპა და დაემართა სისხლდენა და ეს უკვე ნიშანია იმისა როგორც ვიცი რომ გავრცელებულია ციმბირული წყული აი ადამიანთა ჯანმრთელობისთვის რამდენად არის სახიფათოა ეს დაავადება ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა იმდენად რომ ესეთი დავარდნილი პირუტყვის დაკვრა ყველა თავად ცდილობს რომ როცა საქონელი ვარდება მოასწროს დაკლას რაღაცა იცის რომ ავანტყოფია ეს ისე არ დავარდება ხო საქონელი მაინც ცდილობს რომ რაღაც ნაკლებად იზარალოს თვითონ და აღარ ფიქრობს რომ სხვა უფრო შეიძლება მეტად აზარალოს და არ არის გამორიცხული დაკლის პროცესში გატყავების პროცესში და იმის თვითონვე დაავადდეს ამ დაავადებით პატარა ნაკაწრიც კი იწევს ზედაპირულ კანის ფორმის ციმბირის წყულს ადამიანში, ხოლო მის საკვებად მიღება უკვე ტოტალური იმას იწევს ნაწლავურ ფორმას, რაც უკვე ძალიან თულად ექვემდებარება კურნალობას. თუ შეიძლება რომ კანის ფორმა ადვილად წავიდეს, კურნალობას დაემორჩილოს ნაწლავური ფორმა, ან გატყავების დროს და ტყავის გამოყვანის დროს მიღებული ფილტვის მიერი ფორმა ეს საბოლოო ლეტალური გამოსავალი აქვს. ასე რომ ამასთან სიფრთხილეა საჭირო. ასევე ყველა ცდილობს მეთქი წევანაც აღნიშნე რომ ეს რაღაცნაირად ან საწეხვეში შეაფაროს იქ. ამაზე უკვე კონტროლი ჩვენ და ვეტერინარული სამსახურის იმან უნდა გაუწიოს და თვითონ მეპატრონებაც იმის რომ არ მიიღოს აშკარად ეთყობა ციმბირის წყლულიან საქონელის ხორცს პირველი ლიმფურ კვანძს გადაჭრის თუ არა ახლა ვინც იცის ეს საქმიანობა და ვინც საძეხვე აქვს და ვისაც რაღაცა ხორცთან შეხება აქვს ზედვე ეთყობა პირველი ლიმფურ კვანძზე გადაჭრი თუ არა
სისხლჩაქცევები ელიმპურ კვანტში და ეს უკვე ნიშანია რომ ეს ხორცაც ეთყობა და ლიმფურ და სისტემას. ძის პროდუქტებში რამდენად ძის პროდუქტები ესე იგი პირველივე ნიშნებიდან მე ცოტა ვეტერინარიის საქმეებში ვეჭრები რამდენადაც არც ისე კომპეტენტური ვარ, მაგრამ ის მაინც ვიცი რომ პირველივე ნიშნებიდან საქონელის შრება. ასე რომ მისი ძეში გადასვლის ვარიანტი ძალიან ნაკლებია, იმიტომ პატარა ინკუბაციური პერიოდი გავა თუ არა საქონელის შრება. ასე რომ ჩვენს რეგიონში სავსებით შესაძლებელია რომ გავცილდეს ციმბირული წყური პირუთში, რადგან ძალიან ახლოს არის აქ. მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, შიდა ქართლია იგივე. მე ვიცი რომ ვაქცინაცია საზღვრისპირა რაიონებში დაიწყეს ვეტერინარულმა სამსახურმა საქონლის ვაქცინაცია და იქ პოსტებიც არის გამოყოფილი ვეტერინარული რომ საქონლის მოძრაობა და ის საკონტროლო საკარანტინო პოსტები და მე მგონი ამ საფრთხეს თავიდან ავიცილებთ. და ისევ ეს სულ ცხელი ფაქტი რომ თქვენ ხოლმე ხაშურში დაფიქსირდათ წყლით ხალხის მოწამლა და როგორც ვიცი 63 კაცია 123 კაცია საერთო რაოდენობა ესე აი ეს რამ გამოიწვია ეს არა დაავადებასთან გვაქვს ადგილი დაავადება მსუბუქი დიარეული დაავადება ესე იგი ნაწლავური აშლილობა მსუბუქი ფორმის აქ ორ ეტაპად მოხდა ესე იგი პირველი ეტაპი იყო 24-25-ში 61 კაცის რაოდენობა რომელიც დაინფიცირდა წყლით ამ ნაწლავური ინფექციით მაშინვე მოხდა წყლის გადაკეტვა, რახან ეჭვი მიიტანეს წყალზე, პრინციპში გადაკეტვაც არ უნდა და იმ დასახლებას 3 დღეში 2 დღეში ერთხელ ეწოდება წყალი 2 საათით და აი ამ პერიოდში როცა გამოვლენ და წყალი აღარ მიეწოდებოდა. შეუწყდა წყლის მიწოდება, გაირეცხა რეზერვუარები და 30-ში სასინჯათ რომ გაესინჯათ მილგაყვანილობა, დაზიანებები იყო, ის დაზიანებები ამოიცვალა. და გაესინჯათ მილგაყვანილობა კიდე ხომ არ იყო სადმე ფარული დაზიანება 30-ში გაუშვეს და მეორე ტალღა 63 კაცი ინფიცირებული მოგვცა უკვე 2-ში 3-ში. ესე იგი რაღაც 2 საათით მიეწოდეს წყალი და მით უმეტეს რომ მოსახლეობა გაფრთხილებული იყო რომ სასმელად ეს წყალი არ გამოიყენებინა, მაინც გამოიყენა სასმელად. იქ სადაც 1100 კაცია იმ დასახლებაში დასახლებული, კარდაკარჩემული აბსოლუტურად ყველა იყო გაფრთხილებული რომ ეს წყალი სასმელად არ მიიღოთ გადადუგების გარეშე. მაგრამ მაინც მოხდა ფაქტი რომ მიიღეს სასმელად და 62 კაცი უკვე მეორე ეტაპზე დაავადდა ამ ნაწლავური ინფექციით. დღეისათვის ჩვენი მითითებით წყალთა მეურნეობა ხაშურის ფირმა წყალი აკეთებს ასეთ მითითება აქვს მოცემული რომ მაღალი წნევით გაუშვას წყალი რომ კვლავ ფარული დაზიანებები აღმოჩნდეს, შეკეთდეს მთლიანად ქსელი და მერე მოხდეს მისი გარეცხვა, დეზინფექცია ქლორიდ რეაგენტების გამოყენებით. და კიდევ მოსახლეობა კიდევ ერთხელ გადაფრთხილდეს, რომ აი ეს ზენორმატიული ქლორი გაიცემა ამ წყალში და მისი გამოყენება სასმელად კატეგორიულად დაუშვებელია, იმიტომ რომ ქლორის მაღალი დოზა უკვე იწვევს გასტრიტებს და ქლორის ინტოქსიკაციას მოგცემს, რომელიც არც თუ ისე იოლად მიმდინარეობს, ვიდრე ნაწლავური ინფექცია. ასე რომ ეს სამუშაოები ჩატარდება, მოსახლეობა კვლავ კარდაკარ იქნება გაფრთხილებული და კვლავ გაშვება მოხდება ისეთ პერიოდში, რომ შედარებით ნაკლებმა მოსახლეობამ იყოს ის წყალები. მე იმედი მაქვს რომ აგერ მოუსმენთ გაფრთხილებას ყურად იღებს ხაშურის მოსახლეობა თუ ისინი ახლა რა თქმა უნდა გვისმენენ და აგერ გუშინ ვიყავი კიდე ერთ-ერთ სოფელში მეჯვრისხევში, სადაც სოფლის შემთხვევა დააფიქსირდე, მაგრამ ამაზე ცოტა უფრო მოგვიანებით ვისაუბრებ და იქ ხელების გადაბანა მომიწია და ნახეთ წყალი და ჩემს ხელებზე ჭიები და ასე ვთქვათ ქვიშა დაილექა და რამდენად საშიშია ეს იქაული მოსახლეობისთვის. თან უნდა გითხრათ რომ სოფელი ძალიან ისეთ აღშფოთებულია აი ამ წყლისგან. წყალი მეჯვრისხევში ჯერ კიდევ და რა აღნიშნეს ისეთ ბატონო თამას. ესე იგი წვიმის მოსვლის შემთხვევაში ესე იგი ღრია წყალი მოდის მთლიანად უნკანებში. ეგრეც იქნება, იმიტომ რომ სათავე ნაგებობა მათი მდებარეობს სოფელი ღრომის ზემოთ. ეს არის ღია წყალსატევის ფილტრატია. ფილტრატი არასწორად იყო თავიდანვე გაკეთებული, ეს გააკეთეს მაშინ რაღაც ბრიგადები იყო ხოლმე
კერძო ბრიგადები იმათ მისეს დაკვეთა, იმათ აუშენეს, არ არსებობს მისი პროექტი, არავისთან არ არის შეთანხმებული, არავის მისი ექსპლუატაციაში მიღებაზე არაფერი არ არის. და ისეა ჩაწყობილი ეს ფილტრატები, რომ უკვე ვადაც გავიდა იმ ფილტრატებს, იმას გამოცვლა უნდა, იმას ახალი ჩაწყობა უნდა და ფაქტიურად წვიმა იქნება თუ რაღაცა მოდიდება, მყრია ნალექიანი წყალი მოაქვს ამ წყალსადენს. ერთადერთი რჩევა რაც იქნება ჩემი მეჯვრისხევის მოსახლეობისადმი, ეს არის გადადუღებული წყლის მიღება. სხვა ამ მდგომარეობაში, დღევანდელ სიტუაციაში, დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობაში ალბათ შეუძლებელი იქნება რომ გაგერთოს. ისე არსებობს საშიშროება მაინც აქედან გამომდინარე, რომ შეიძლება ეპიდემიურმა აფეთქებამ კიდევ როგორ არსებობს საშიშროება ყველგან არსებობს და დღევანდელი სიტუაცია, დღევანდელი ჩვენი წყალგაყვანილობა, წყალკანალიზაციის სისტემები უკვე ფაქტიურად ამორტიზირებულია. წყალსადენს აქვს მაქსიმალური ექსპლუატაციის ვადა 25-30 წელი. ეს არის სადაც 50-იან წლებში გაკეთებული წყალსადენები. არც ახალი წყალსადენი უკნია ღმერთს წელს ვეჩებს. და იმ ფაქტზე, რომელიც მე ბოლოსთვის მოვიტოვებ, კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტი სულ რაღაც 9-10 დღეა გასული, რაც გარდაიცვალა იგივე სოფელ მეჯვრისხევში, 7 წლის პატარა ბავშვი, ხატია კაზანაშვილი. მოხდა ისე, რომ იგი ძაღლმა დაკბინა, ჰქონდა ესე იგი 2 ადგილას დაკბენა ლავიცის მიდამოებში და თავზე. და როგორც ცნობილია, ეს ძაღლი წაიღეს და თავი მოაჭრეს და გაასინჯეს და ცოფით დაავადებული გამოდგა. და სოფლის მოსახლეობა როგორც აცხადებს, ეს ძაღლი მდინარის პირას დააგდო პატრონმა. სხვათა შორის ჩვენ გადავიღეთ იქ გარკვეული მასალა და მე ვნახეთ მართლაც ძვლები და ტყავი ძაღლისა. თუმცა დაზუსტებით არ შეიძლება იმის თქმა, რომ აუცილებლად ის ძაღლი ექნებოდა, მაგრამ სოფლის მოსახლეობა შეშფოთებულია იმის გამო, რომ შეიძლება თან გვერდით არის საბანაო, სადაც ზაფხულის პერიოდში ბავშვები ბანავდნენ. აი ამან რა შეიძლება რომ გამოიწვიოს ბატონო თავს. თუ მართლა დაავადეს ერთადერთი სოფლის გადაცემის მექანიზმი ყველგან ლიტერატურაშიაც და ჩემ პრაქტიკაში რაც მქონია, ეს არის ძაღლის ან ცხოველის მიერ, გარეული ცხოველის მიერ, თბილისის კლient ცხოველის მიერ დაკმენილი, დაკაწრული და დადორბლის შემდეგ შეიძლება გადაედოს ადამიანს. ასე რომ ადამიანიდან ადამიანზე გადადება. მე ყოფილა მეც მაქვს ის ინფორმაცია, რომ თქვათ რაღაცას უფრთხიან და რაღაცა ესეთი ის აქვს და ანიკაც არის ესეთი და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. ასე რომ ხორციდან გადავიდეს და რაღაცა ესეთი ფაქტები არ არის აღრიცხული. გასაგებ ადამიანიდან ადამიანზე არ მოსაბარ. აი ეს ძაღლი, რომელიც მდინარის პირას ძაღლი უნდა დაემარხათ ახლა. ეს დაგდება შეიძლება გახდეს სხვა ძაღლების ინფიცირების წყაროთი. ისე რომ იმან ადამიანზე გადავიდეს იმ ლეშიდან, ესეთი რამე გამორიცხული. და ესეც საშინელი ფაქტია კიდე. ესე იგი ამ ძაღლმა შემდეგ, ამ ბავშვის დაკვენის შემდეგ დაკვინა ძროხა, ხბო იგივე ესე იგი ეს ძროხა დამარხეს, შემდეგ ალბათ დიდ სიღრმეზე არ დამარხეს და მე სოფლის მოსახლეობის მონაცემებს გეუბნებით და ამოთხარეს ძაღლებმა და შეჭამეს აი ამ ლეში მიიღეს და ესეც ალბათ ერთ-ერთი ფაქტია იმისა, რომ იქ უკვე იმ სოფელში ყველა ძაღლი შეიძლება დაინფიცირებული იყოს აი ამ ვირუსით, ცოფის ვირუსით. შესაძლებელი იყო, მაგრამ მე როგორც ვიცი, ვეტერინარული სამსახური ატარებდა მასიურ გადაცრას, როგორც წყვილფეხა რქოსანის, ისე ძაღლების პირველ რიგში ძაღლების. ეს ხდება, ჩატარდა მე მგონი მკერაში, სადაც ცოფის შემთხვევა იყო და ასე რომ თავის ინკუბაციური პერიოდი აქვს და ამას ალბათ ინკუბაციის მაქსიმალური პერიოდის გასვლის მერე ვიტყვით, კერა დაიხურა თუ არ დაიხურა. ჯერჯერობით ეს კერა ისევ ღია, ცოფის კერა ღიად რჩება, სანამ არ გავა მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი. და აი გურში მიმდინარეობდა ძაღლების განადგურება. და ალბათ უპრიანი იქნება თუნდაც იმ სამსახურის წარმომადგენლებს მიმართოთ, ვისაც ესე ევალებათ, რომ რაიონებშიც რამინაირად ყურადღება მიაქციონ წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ შეიძლება კატასტროფის პირამდაც კი მივიდეთ. ეს გორის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე კომუნალური სამსახური აწარმოებს ამ სამუშაოს განადგურებას, მის უტილიზაციას შედგენ განადგურებული ძაღლების და ასევე უნდა გააკეთოს ყველა რეგიონში შემავალმა რაიონმა და ასევე ყველა თემის საკრებულომ, რომელსაც თავისი მოსახლეობის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობა გულთან მიაქვს და ინტერესი აქვს, რომ მოსახლე ჯანმრთელი ყავდეს და ასეთი უკურნებელი სცენით. ეს არის უკურნებელი. თუ სოფი შეხვდა ადამიანს, მისი განკურნება
არ შეუძლებელი. ფაქტიურად კი პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს არსად არ არის აღწერილი, რომ ცოფი დაავადებული ადამიანი განკურნებული იყოს. ერთი შემთხვევაც კი არ არის აღწერილი მედიცინაში. და აი ამ ბავშვის მშობლებს აქვთ ეჭვი იმის შესახებ, რომ თითქოს არასწორად ჩატარდა თავდაპირველი სამედიცინო დახმარება. როგორც მათ ამიხსნეს, ესე იგი ეს ბავშვი იმ წუთში 1 საათის შემდეგ ჩამოიყვანეს გორის რაიონულ საავადმყოფოში, იქ ერთ-ერთმა მორიგი ექიმმა ბავშვს გაუკერა ჭრილობა და შემდეგ ამათ უთხრეს, როგორც თვითონ მეუბნევიან, კონსულტაციები ჰქონდათ სხვადასხვა პროფესორებთან, თბილისში წაიყვანეს შემდეგ ეს ბავშვი, რამდენიმე დღის განმავლობაში იგი მშვენივრად გრძნობდა თავს, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ბავშვი დაიღუპა და გაკევა არ უნდა მოხდარიყო და თქვენ როგორც ექიმი, თქვენი აზრი როგორია ამ და თავზევე უნდა მოხდარიყო ვაქცინაციის ჩატარება. ინექციების ჩატარება უკაცრავად. ეს ცოტა უკვე ჩემი კომპეტენცია არ არის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი ის არის და ასე რომ ან თქვენ რაიმე ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოხდარიყო? მე ინფორმაციას სრულყოფილად მე არ ვფლობ. ადრინდელი ახლა ახალი ვაქცინები აქვს ჩემოდანილი. ადრინდელი ვაქცინის ინსტრუქციაში ერთ-ერთ პირობად, როცა თავზე დაკვენი იყო, ეწერა რომ უშუალოდ ჭრილობაში გაკეთება პირველ საათებში, მაგრამ ახალი ინსტრუქციას ეს აღარ უწერია. მე დავინტერესდი და წავიკითხე, რომ იქ აღარ წერია ესეთი ის და ამიტომ როცა უკვე შეხებაში არ ახარ რაღაც ამ ინსტრუქციებთან და მეთოდურ წერილებთან, ეს რაც გაიყო ჩვენი სამსახური, ეს 3-4 წელია, ეს სამსახური ცალკე სამსახურია და ეს რომელი სამსახურია? საზოგადოებრივი ჯანდაცვა ძირითადად რომელიც კურირებს აი ამ აცრებს, პროფილაქტიკას და პრევენციული მედიცინა, რასაც ქვია იმას განაგებს. და ვაქცინა გაყენული უნდა იყოს თუ არა 5 გრადუს ტემპერატურაზე, აი ეს თუ არა 5 გრადუსზე გაყენული ვაქცინა არ უნდა იყოს. ნუ აი ესეთი ინფორმაცია იყო, თითქოს გაყენული უნდა კიდე იყოს. ერთხელ გეუბნებით, ეს არის ახალი ვაქცინა, რომელთანაც მე შეხება არ მქონია, როცა სანიტარული ეპიდემიოლოგიური სადგური იყო, მაშინ სხვა ვაქცინა ჰქონდა ხოლმე ჩვენ და მე იმ ვაქცინაზე რაც მაქვს იმას ეს მშრალი ვაქცინა იყო თავისი გამხსნელით და იქ გაყინვა არ ითხოვდა ეს. და ეს საზოგადოებრივი მოცივაში უნდა იყოს შენახული 4-დან 8 გრადუს ტემპერატურაზე მე ეს მახსოვს იმ ვაქცინაზე და ეს ახალი ვაქცინა როგორ უნდა იყენებოდეს და ამათ მისამართი სად არის ხორში ხომ არის საზოგადოებრივი სტალინის ორნომოში. და ბოლოს ბატონო თამაზ როგორი სანიტარული მდგომარეობა გვაქვს დღესდღეობით გორში? გორში თუ და საერთოდ შიდაქართში? შიდაქართში სანიტარული ექიმს როცა ეკითხებით როგორი სანიტარული მდგომარეობა აქვს, სანიტარული ექიმს ურჩევნია რომ უკეთესი იყოს. მაგრამ იმას ვერ დავმალავთ და ვერ ვიტყვით რომ დღევანდელი მდგომარეობა წინა მდგომარეობას ნამდვილად შეცვლის. იმიტომ დღეს პრაქტიკულად ქალაქს თუ გადავხედავთ, ცენტრალური და უკვე გარეუბნებიც სისტემატურად ისეთი ჯერადობით როგორც მე როგორც სანიტარული ექიმს მინდა ისეთი ჯერადობით შეიძლება არ ასუფთავდებოდეს და გადიოდეს უსუფთავობა და ნაგავი და ნარჩენები, მაგრამ გარკვეული სტაბილურობა შეიგრძნობა უკვე და სახეზედაც არის. ქალაქი ყოველდღე 9 საათზე 10 საათზე ცენტრალური ქუჩები დასუფთავებულია, დაგვილია, ნაგავის უბნებიდან ასე თუ ისე გრაფიკის დაცვით გადის, მაგრამ როგორც სანიტარული ექიმს მე შეიძლება უფრო მეტი მინდოდეს და უფრო მეტ მოთხოვნებს უკეთებდე, მაგალითად ჩემი მოთხოვნა მაქსიმალური მოთხოვნა ის არის რომ მაღალ სართულიანი შენობებიდან დღეში 2 ჯერ გადიოდეს. მაგრამ დღევანდელი შესაძლებლობებით ქალაქის ბიუჯეტი მეტად დღეში ერთხელ სვლებოდეს იმის გატანას და 2 დღეში ერთხელ სვლებოდეს. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში რაც უფრო ხშირად გავა, ჩემი მოთხოვნა ესეთია, მაგრამ ეს ყველაფერი გარკვეულად შემოსავლებზე და ბიუჯეტზე დამოკიდებული ესე. ერთადერთი ბატონო თამას ხალხს როგორც ვიცი გორში წყლის არ ეშინოდა არასდროს წყლისგან მიღებული დაავადებებისა, მაგრამ აი ხაშურის მაგალითზე სავსებით შესაძლებელია რომ რაღაც ინფექცია შემოიჭრას ჩვენში და აი გორში თქვენ ვიცი რომ რაღაც წყალთა მეურნეობებთან ურთიერთობა გაქვთ. გორში როგორია დღესდღეობით წყალი? გორში დღესდღეობით, ესე იგი, ყოველდღიურად 7 მუდმივი წერტილიდან კეთდება, ეს წერტილები იცვლება ჩვენს მიერ და 30 წერტილს აკეთებს წყალთა სამმართველო, გორის წყალკანალის სამმართველო ყოველდღიურად და ურთიერთგაცვლა არის ინფორმაციის ყოველდღიური, თუ სად როგორ არის, პატარა დაზიანებაც კი ნორმი და სტანდარტიდან ერთი პუნქტით გადახრაც კი, მაგალითად ნორმა უნდა იყოს ნაკლები 3-ზე კოლი ინდექსი. 4-იც რო იყოს, უკვე ერთი მეორეს შეტყობინება, 4 არ არის დიდი დარღვევა, მაგრამ უკვე შეტყობინების პროცესი მიმდინარეობს, რომ რამ გამოიწვია. იქ მე უკვე სხვა გაფართოებული სისტემით მიდის კვლევა,
მიდის პათოგენურ მიკრობებზედაც უკვე გამოკვლევა და იმ გამომწვევი მიზეზით თუ რა დაზიანებაა და რა დაზიანებამ გამოიწვია ეს სტანდარტიდან გადახრა. ერთადერთი რაზედაც მაქსიმალური ყურადღებაა გამახვილებული, ეს არის წყლის ხარისხი. მაგრამ მე არ გამორიცხავ, რომ ლოკალური დაზიანებამ, ან თანხმადრმა დაზიანებამ წყლისა და კანალიზაციისას გარკვეულ უბანში, გარკვეულ ესეთი მძიმე უბნებიც გვაქვს გორში, როგორც ეს კვერნაკის დასახლება, ეს არის ჭალის დასახლება, ეს არის შემოდივართ თბილისის ქუჩა, ყოფილი ძნელაძის ქუჩის დასახლება, მაგრამ სადაც გრაფიკით მიეწოდება წყალი და სადაც ეს გრაფიკი ძალიან ესეთი რთული სიტუაცია, ვერხვების დასახლება, იმიტომ რომ როცა გრაფიკი შეჩერებულია წყალი, პატარა დაზიანებაც რო იყოს, იქ უკუწნევა იქნება და ეს მილთან არსებული სიბინძურე შეიძლება შემოიწოვოს მილში. და მე უკვე წყალს მიაწოდებ წნევით, მიაქვს ეს სიბინძურე, ეს ბაქტერიები და მიდის მომხმარებლამდე. აი ესეთი რაღაცა არ არის გამორიცხული არსად. მაგრამ ეს მონიტორინგი და კონტროლი იმიტომ არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ თუ სად შეიძლება იყოს ესეთი დაზიანება და მისი დროული ლოკალიზაცია მოხდეს, თუ იქნება ასეთი და მისი როგორც ასეთი ეპიდემიური გაშლა არ მოხდეს ინფექციის. ხაშურიც ლოკალურია ასე თუ ისე ქალაქში არ არის. ქალაქში არ არის, მაგრამ ხაშურის პრობლემა კიდევ უფრო მძიმეა იმით, რომ ეს უკვე სხვა საკითხზე გადავდივარ. მძიმეა, რომ მათ დღე-გამოშვებით აქვს წყალი. და ისიც 2 საათი. ფაქტიურად ყვავილობაც არიელი. და ეს უკუწნევა ფაქტიურად შექმნილია და მილში პატარა დაზიანებაც კი იწვევს შეწოვას გრუნტის წყლებისა და თუ იქ საკანალიზაციო დაზიანებაც მოხდა, იქ საკანალიზაციო წყლებისაც. ასე რომ იქ ქარში მდგომარეობებს. ქარშიაც მაინც სახარბიელო არა. ხო, სახარბიელო არა, მაგრამ შედარებით უკეთესი მდგომარეობა ვიდრე ხაშურში და კასპში. ბატონო თამას, მე მინდა ასეთი კითხვა მოგცეთ. ბოლო ხანებში რუსეთის ტელეკომპანია ატრიალებდა სიუჟეტებს იმის შესახებ, რომ როსტოვის ოლქში გაურკვეველი დაავადება გავრცელდა, რომელიც ტიპებს გადააქვს და არც ისე შორს არის როსტოვი ჩვენგან და რამდენად ემუქრება თქვა აი ამ დაავადების შემოჭრა საქართველოს. ეს არის დაავადება ყირიმ კონგოს ცხელების სახელით წოდებული. მისი გავრცელების არეალი აი ამ ვირუსის, რომელიც რომლის გადამტანიც არის ტკიპა, არის ყირიმი, ეს როსტოვის მხარე, ყუბანის მხარე. ჩვენთან ასეთი ჩვენ რეგიონში მით უმეტეს მისი ფაქტურად გადამტანიც არ არის ისეთი აქტიურად, სულ 10,000 დასახელება არსებობს ტკიპის. და სულ 5 არის გადამტანი აი ამ ვირუსის, ჰემორაგიული ცხელების. ჩვენთან საქართველოში კი არის ერთი-ორი სახეობა ასეთი, რომელსაც შეუძლია ეს გადაიტანოს, მაგრამ ფაქტურად აღწერილი არ არის. იყო მონაცემები, რომ სადაც გარდაბნის რაიონში ანტიგენები აღმოჩნდა ამ ვირუსზე, მაგრამ ჯერჯერობით საშიშროება საქართველოს მოსახლეობას ამ მხრივ არ ემუქრება. მაგრამ ტკიპის როგორი სიმპტომები აქვს ამ დაავადებას? ამ დაავადებას, ესე იგი, როგორც ყველა ცხელება იწყება შემცირებად და მაღალი ტემპერატურით და საბოლოოდ სისხლშაქცევებით, სხვა სისხლდენებით, სხვადასხვა ორგანოებით და ბოლო ლეტალური შედეგით. მაგრამ ეს შედარებით უფრო სხვა ჰემორაგიულ ცხელებებთან შედარებით, როგორც არის მაგალითად ებოლას ცხელება, ალბათ აფრიკის ძირითადად კონგოშია ისიც ლოკალიზირებული. იმასთან შედარებით უკეთეს გამოსავალია, ლეტალობა სადაც 8%-მდეა, 50% ასე თუ ისე უკეთესი გამოსავალი აქვს. ეს მაინც იმ ზონისათვის დამახასიათებელი დაავადებაა და არა საქართველოს ზონისთვის. თუმცა ტკიპები აი ამ სიცხეზე შეიძლება გააქტიურდნენ, ამიტომ ვისაც უხდება მინდურად მუშაობა, საქონელი წყებს და ის შედი რომ ჩატანებული დასაცმელი ღია ნაწილი სხეულისა ნაკლებად ჩანდეს და დაათვალიეროს სხეული ყოველდღიურად რომ არ მოხდეს ტკიპის აპოლა სხეულს. და თუ მოყვა ისიც პინცეტით არ მოკლას და არ გაჭრილთოს ისე აეცალოს რომ არ მოხდეს შეზელვა სისხლში
გაწოლილი სისხლის საფრთხების. ძირფას ტელემაყურებელი მე შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი სტუდიის სტუმარი გახლავთ შიდა ქართლის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი ბატონი თამაზ მახარაშვილი მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენს ტელეფონებს ქარელში 313 ან მობილური 899 57 13 21 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მოგვაწოდოთ კითხვა და ბატონ თამაზი აუცილებლად გასცემს პასუხს და ბატონ თამაზ ერთი ასეთი კითხვა კიდევ რა არის დღეს უფასო იმ ჯანდაცვის ობიექტებზე რომელი დაავადებებია ასე ვთქვათ ინექციები და ასე შემდეგ და აცრები საერთოდ რომელი დაავადებებზეა უფასო ცოფი თუა უფასო უბრალოდ ეს მაინტერესებს როგორც მე ვიცი ყველა აცრა უფასოა დღევანდელ საქართველოში ეს ფინანსდება ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ ფედერალური ბიუჯეტიდან ასე რომ მაგრამ ცოფი ადგილობრივი ბიუჯეტით არის მუნიციპალური ბიუჯეტით არის გათვალისწინებული უფასოა ცოფის აცრები აი ბოტულიზმის შემთხვევაში როგორ ბოტულიზმის შემთხვევაში აქაც მომსახურება რომელიღაც უფასო იყო ეს ფაქტურად უტოლდება კატასტროფებს და იმას და ასე რომ ეს მასიური როცა არის ეპიდემიური ხასიათი და ხასიათებს მე როგორც ვიცი უფასოა ყველაფერი ეს შრატები ბოტულიზმის საწინააღმდეგო ეს უფასო იყო და ესეც ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და ბატონ თამაზ გადაცემის დასასრულს ალბათ რეზიუმესავით გავაკეთოთ დღეს რას შეიძლება ერიდოს მოსახლეობა თქვენ აღნიშნეთ რომ თევზეულს და აი ამის შესახებ თუ შეიძლება კიდევ ერთხელ გავაკეთო ადუღებული წყალი და ასე შემდეგ. ნუ რას უნდა ერიდოს საეჭვო და ესეთ ადგილებში შეძენილ პროდუქტის ყიდვას, საეჭვო გარეგნობის და შესახედაობის პროდუქტის შეძენას უნდა ერიდოს აუცილებლად უნდა მოითხოვოს ხო სერტიფიკატი და მისი წარმოშობის დამადასტურებელი საბუთი საიდან და ვისგან არის და ასევე უნდა ერიდოს არასათანადო პირობებში თქვათ რასაც ეკუთვნის მაცივარი და მაცივრიდან უნდა იყიდებოდეს და გაყინულ მდგომარეობაში 9 ჯერ გამღვალი და ხელახლა გაყინული თევზი ქათამი და ის რომ არ უნდა შეიძინოს ისევ მაცივრი და ანგარებიდან უნდა შეიძინოს და ასევე უნდა მოერიდოს და შემირჩევა იქნება რომ განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულებში გადადუღებული წყლის მიღება ასეთ ცხელ პერიოდში ასევე ერთი რჩევა აუცილებლად დღეს გორის რეგიონისთვის ბატონო გოგათქვენ არ გიგითხიათ ესეთი წავე პრობლემა, ჩიყვის პრობლემა, იოდ დეფიციტის პრობლემა და ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას რომ საკვებად გამოიყენონ იოდიზირებული მარილი. ასეთი მარილი არის ქსელში მისი მე ძალიან იშვიათად ხდები სხვა. მე არ დაკვირვები ხართ თორემ არა, რამდენიმე შემთხვევა სხვათა შორის აი აქვე მინდა გითხრათ ეწერა პარკს რომ ეს არის იოდიზირებული მარილი, მაგრამ რო გავხსენით არც სუნი არ არის აუცილებელი სუნი და გემო ქონდეს და ფერი ქონდეს. ეხლა უკვე ესეთი მეთოდებით ხდება იოდიზაცია. ფალსიფიკაცია სხვა რა. ფალსიფიკაცია ბევრია, აქაც არის ფალსიფიკაცია და როგორც ყველგან მანდაც არის. ეხლა ჩვენ გამოვიკვლიეთ რამდენიმე ქვეყნის და რამდენიმე ქარხნის მიერ წარმოებული იოდიანი მარილი. საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა არტემსოლის ცელოფანის პარკებში დაფასებულმა იოდიზირებულმა მარილმა, ირანული ყვითელი პარკებით, ირანული წარწერით არის იოდიზირებულმა მარილმა, ეს პატარა პლასმასის კილებში იყო ხოლმე ბერძნული მარილი და გერმანული მარილია ყვითელ კოლოფებში, სადაც ნორმის ფარგლებშია იოდის შემცველობა. ეხლა ეს კარდონის ყუთებს მოერიდოთ, მაინც არის ფალსიფიცირებული. არა, არის უკრაინიდან და ურალიდან შემოტანილი კარდონის კოლოფებით, რომელშიც შენახვის პირობებს ვერ უზრუნველყოფს ის და იოდი იშლება. შეიძლება წარმოებისას იყო იოდიზირებული, მაგრამ იმას გაუვიდა თავისი ვადა და ვადა გასულია და ჩვეულებრივი მარილია ის საკვებად ყველადაიღო შეიძლება გამოიყენოს. არა, როგორც იოდიზირებული. ასევე ერთი ესეთი რჩევაც იქნება, რომ მივიღოთ იოდიზირებული მარილი. და ანადუღარი წყალი ხაშურელებისთვის განსაკუთრებით ხაშურელებისთვის. და რა თქმა უნდა, ბოლოს ალბათ ის რომ ჩვენმა დიასახლისებმა კიდევ ერთხელ გამომეორდეს და დაიმახსოვრონ რომ მოერიდონ დიდი დაავადების კილებში კონსერვირებას, რათა თავიდან ავიცილოთ ბოტულიზმი და კარგად გარიცხილი პროდუქტი ჩააწყონ იმ კილებში, ლიტრიან და ნახევარ ლიტრიან კილებში. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონ თამაზ, მე ტელემაყურებელს შევახსენებ რომ დღეს ჩვენ სტუდიის სტუმარი გახდათ შიდა ქართლის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი ბატონი თამაზ მახარაშვილი. მე იმედი მაქვს ვიფოს ტელემაყურებელო რომ თქვენ გამოგვეხმაურებით, დაგვირეკავთ სტუდიაში არა მარტო კვირას, არამედ სხვა დღეებშიც და
ჩვენი სტუმრის კანდიდატურას თქვენ დაასახელებთ. მე კი აქვე დაგვიმშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ კვირამდე. Thank you.